როდესაც შიგნით არის ადამიანში განვითარებული ძლიერი გრძნეული და ძლიერი ათენა, ეს არის ძლიერი რაციო და ძლიერი ინტუიცია და მე მინახავს ესეთი ქალები წარმოუდგენლად მაღალი შედეგების მატარებელი ადამიანები არის. რეალურ ცხოვრებაში გრძნეული და ათენას არქეტიპი ქალები ერთმანეთთან შედიან არქეტიპულ კონფლიქტში. ეს ცალსახათესი არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან პატივსცემენ ერთმანეთის საზღვრებს. ძალიან ცდილობენ, რომ არ გადავიდნენ ერთმანეთის საზღვრებს. ათენა შეუდარებლად დიდი არქეტიპია. ფაქტობრივად ჰერას და ზევსის დონის არქეტიპი არის თავისი მასშტაბით ზოგადად და ის არის ძალიან გონიერი. იმდენად გონიერი, რომ იცის, რომ არ ღირს გრძნეულთან კონფრონტაცია. გრძნეულს აქვს რაღაცა იარაღები, რა იარაღებიც არის გაუგებარი რაციონალური არქეტიპების. პირველ რიგში ეს არის მეოთხე კვადრატი, რა თქმა უნდა, პლუს ათენა. ერთმანეთს ძალიან შორი დისტანციიდან პატივსცემენ ხოლმე. ძალიან საინტერესო წიგნი არის კირკე. იქ ძალიან კარგად ჩანს ეს ურთიერთობა გრძნეულსა და ათენას შორის, იქ როგორც პერსონაჟი ჩნდება ათენა და კირკე ეს არის გრძნეულის პერსონაჟი და როგორ არ მიდიან ერთმანეთთან კონფრონტაციაზე, როგორ პატივსცემენ ერთმანეთს.